გამარჯობათ. თქვენ ხართ ამჟამად mindset მინდია გაბიჩვაძესთან, მე ვარ მინდია გაბიჩვაძე, ჩვენი ერთ-ერთი ახალი შეხვედრაა დღეს და დღეს განსაკუთრებით მინდა მშობლებს დაგიკავშირდეთ. მშობლებმა მინდა რომ მომისმინოთ, იმიტომ რომ მინდა გაგიზიაროთ ერთი უახლოესი გამოკვლევა, რომელიც არის მასშტაბური კვლევა და ფაქტიურად აელაპარაკა სოფლიოს მედია და ონლაინ გამოცემები, ასევე ფსიქოლოგიური ორგანიზაცია ამ კვლევამ. ცოტა ასაფორიაქებული რაღაც აღმოჩენებიც გვაჩვენა, მაგრამ ასევე იმედიც მოგვცა ამ კვლევამ და მინდა ეს გაგიზიაროთ. რა იყო ახლა ამ კვლევის მიზანი? ამ კვლევის მიზანი იყო, რომ გაერკვიათ smartphone-ის საკუთრება, ხელში დაჭერა და განსაკუთრებით ასაკთან დაკავშირება, რომელ ასაკში ქონდა ბავშვი მიღებული ეს პირველად და რა კავშირი აქვს ამას ყველაფერს ჯანმრთელობასთან, მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ეს კვლევა პატარა არ იყო. ძალიან ბევრმა ორგანიზაციებმა ბავშვთა საავადმყოფომ პენსილვანიაში, ასევე Penn University-მა, კოლუმბიის უნივერსიტეტმა მიიღეს მონაწილეობა. კვლევამ გამოიკვლია რამდენიმე პრაქტიკული კითხვა. რამდენი წლის იყო ბავშვი, როცა პირველად ხელში დაიჭირა გაჯეტი? რამდენ დროს ატარებს მასზე ყოველდღიურად? უკავშირდება თუ არა განსაკუთრებით 12 წლის ასაკში smartphone-ის ქონება დეპრესიას, ჭამის და ძილის აშლილობას და სხვა ჯანმრთელობის რისკს. და ასევე არის თუ არა რაღაც გარკვეული ცვლილება, პოზიტიური ცვლილება, თუ smartphones ან gadgets უფრო გვიან ასაკში მიიღებენ ბავშვები. როგორ ან თუ უკავშირდება ეს ყველაფერი საბოლოო ჯამი იყო მოზარდის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას. სანამ განვიხილავ და სანამ გაგიზიარებ ამ კვლევის ასს და დასკვნას, მინდა ერთი რაღაცა გითხრათ. რომ რაც ამ კვლევამ გვაჩვენა, მთავარი ფაქტორი, რაც დაგვანახა, რომ ზიანი უფრო ძლიერად უკავშირდება არა უბრალოდ ტელეფონის ხელში ჭერას, არამედ დღიური დიდი ხნის და პრობლემურ გამოყენებას. მაგალითად, თუ დღეში 2-დან 4 საათამდე გამოყენებაშია ბავშვი, ეს ხშირად არაჩვენებს მკვეთრ რისკებს. 4 საათის ზემოთ აწევა არის, როდესაც უკვე პრობლემები ჩნდება და განსაკუთრებით ჩვენ ვხედავთ სტრესის გაზრდას, დეპრესიული სიმპტომების ჩამოყალიბებას, თვითდაზიანების აზრების გაჩენას და ზოგ შემთხვევაში ნივთიერების მომხმარებასაც კი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რადგან დაგვეხმარა ფაქტიურად შავი და თეთრი აზროვნებისგან გამოვსულიყავით, რომ ყველა და ეკრანს საერთოდ ხმარება ცუდია. ეს არ არის სიმართლე. ამ თემისთვის, რომ ემზადებოდი, რაღაც სასწაული საინტერესო რაღაცა მოხდა, საუბარი მქონდა ჩემ მეგობართან, რომელიც ზუსტად, რომელსაც ყავს ამასაკის შვილი, გოგო, 12 წლის ბავშვი და ზუსტად ამ პრობლემასთან იყო შესული და თავის ურთიერთობას მიყვებოდა თავის შვილთან დაკავშირებით და რაც იყო მისთვის პირველი პრობლემა, ეს იყო უაზროდ გაჯეტის ხმარება და უაზრო დროის გატარება ამ გაჯეტებთან. არ დამავიწყდება ერთი ფრაზა, რომელიც გამოთქვა, რომ ზოგჯერ მგონია, რომ ბრძოლაში ვარ და ომს ვაგებ. და რა მომიყვა, რომ ამ ომის გაგრძელებას ის როგორ აკეთებს, ის მიყვება, რომ ლიმიტები დააწესოს, ამისთვის ძალიან ხშირად უწევს ჩხუბი, ხმის აწევა და დასჯა. არა იმიტომ, რომ ეს მუნდა, რომ ესე მოიქცეს, არამედ იმიტომ, რომ უკვე არ იცის რა გააკეთოს და ომის წაგება არ უნდა. წარმოიდგინეთ, რა დონემდე ვართ მისულები, რომ ჩვენ გონია, რომ ჩვენ შვილებთან ომში ვართ. და თქვენი უმრავლესობა დარწმუნებული ვარ, რომ ფიქრობთ, რომ ომს აგებთ. ეს ისტორია გამონაკლისი არ არის დარწმუნებული ვარ. ეს არ არის მარტო ჩემი მეგობრის ცხოვრება და მე ვიცი, რომ თუ 100% არა, ძალიან ბევრი მშობლების ამ პერიოდს გავდივართ ან გაგვივლია. ალბათ ზუსტად შენც, რომელიც ეხა მისმენ, ალბათ ხარ ამ პერიოდში. ამიტომ მინდა, რომ ეს ეპიზოდი იყოს
ინფორმაციული, მოგაწოდო ფაქტები და რეკომენდაციებიც. არ მინდა მხოლოდ ბრძოლაზე ვილაპარაკო. გაგვიჩნდა ალბათ შეკითხვა, მეც გამიჩნდა ამდენი მოსმენის შემდეგ, რომ რას აჩვენებს ეს კვლევა. პირველი გვაჩვენა, რომ 12 წლის ასაკში იმ ბავშვებს, რომლებსაც smartphone-ი აქვთ, განსხვავებით იმ ბავშვებისგან, რომლებსაც არ აქვთ, უფრო აწეული არის რისკი დეპრესიის, წონის მომატების და ძილის აშლილობის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი აჩვენა, რომ smartphone-ის და gadget-ების მოხმარების პერიოდში გატარებული დრო უფრო ძლიერად უკავშირდება ჯანმრთელობის გაუარესებას, ვიდრე მაგალითად კომპიუტერზე გატარებული დრო. რატომ ეხლა ალბათ გაჩნდა კითხვა? იმიტომ რომ კომპიუტერის გამოყენება ძალიან ხშირად ხდება სკოლისთვის, განათლებისთვის, ან რაღაც ურთიერთობისთვის. Smartphone-ი ამას ცვლის, როდესაც gadget-ებზე არიან, ბავშვები გადასულები არიან, შედიან უფრო ინფლუენსურ ვებსაიტებზე და ეს ხდის პრობლემას. რატო ხდის ეს პრობლემას? მათში ხდება პარასოციალური კავშირი. რას ქვია პარასოციალური კავშირი? ეს არის, როდესაც ბავშვი გრძნობს, რომ იმ ადამიანს, ვისაც მიყვება, ან ვისაც უსმენს ინფლუენსი, იმას იცნობს, ან იმასთან ურთიერთობა აქვს. როდესაც ამ ასაკში ბავშვები ურთიერთობას გრძნობენ, იქ იწყება შედარება, იმიტაცია და ზუსტად იგივე რისკის ქცევების გამოყენება, რასაც ის ინფლუენსური, რასაც ის ადამიანი, რომელსაც მიყვებიან, ის აჩვენებს. ეს არ ნიშნავს, მინდა გახსოვდეს, რომ ყველა ბავშვი იქნება დაზიანებული, ვინც social media-ზე არის გადასული, ან ვიღაცას მიყვება. ეს ნიშნავს, რომ რისკი არსებობს, რისკი რეალურია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც gadget-ები ბავშვის ცხოვრებაში ხდება მთავარი დამამშვიდებელი, დამაკმაყოფილებელი და დამაკავშირებელი საშუალება. სანამ ნერვიულობაში გადახვალ, მოდი შეხედე ერთ ფაქტორს. შენი შვილი იყენებს smartphones და gadget-ებს გასართობად სწავლისთვის თუ დამამშვიდებელი და დამაკავშირებელი საშუალებაა მათთვის. ეს დაგანახებს თუ უკვე არსებობს თუ იწყება პრობლემა ბავშვში. ამაში კვლევა დაგვეხმარა. გვაჩვენა რამდენიმე ფაქტორი, რომელიც დაგეხმარება, რომ ეს გაარკვიო. მაგალითად, პირველი არის კონტროლის დაკარგვა. და რას გულისხმობ კონტროლის დაკარგვას? როდესაც ბავშვი იტყვის, რომ დავდებ, გამორთავ და დრო გავა, უფრო მეტი დრო ვიდრე მათ თქვეს, რომ გამორთავენ და კიდე gadget-ებზე არიან. გაღიზიანება და აგრესია. არა უბრალოდ უკმაყოფილობის გამოთქვა, როდესაც gadget-ი არის გამორთმეული, არამედ უბრალოდ აფეთქება, აფორიაქება, როცა ტელეფონს გამოვართმევთ. მუდმივად ტელეფონზე ფიქრი. გაკვეთილი სწავლის პერიოდში, ჭამის დროს, სტუმრად თუ არიან, სულ ყოველთვის ფიქრობენ gadget-ზე. მათი ტვინი ყოველთვის gadget-ებთან არის. ძილის დარღვევა. გვიანობამდე ტელეფონზე არიან, დილით უჭირთ გაღვიძება და როგორც კი გაიღვიძებენ, ან დაღლილები არიან, ან იმ წუთასვე ტელეფონს იღებენ, რომ ტელეფონში შევიდნენ. ასევე ტელეფონი და gadget-ი სოციალურ ურთიერთობას ანაცვლებს. რეალური მეგობრები, ჰობი მათში არ არსებობს, ტელეფონი ხდება მათი ფაქტიური მთელი სივრცე, მთელი სამყარო. კიდევ ერთი ფაქტორი არის ფარული გამოყენება ან ტყუილი gadget-ებთან დაკავშირებით. როდესაც დამალული აქვთ სადმე, ან მეორე ტელეფონს იყენებენ, რომელიც თქვენ არ იცით, რომ კიდევ აქვთ, ან წაშლიან იმ წუთასვე, როგორც კი თქვენ დაგინახავენ, რომ შემოდიხარ, ან ისტორიას წმინდავენ, რომ თქვენ არ დაინახოთ სად არიან შესულები. ფუნქციონერების საერთოდ დავარდნა ბავშვის. ეს ეხება სწავლას, ეს ეხება ყოველდღიურ ცხოვრებას, ეს ეხება ემოციურ სტაბილობას და ეს ეხება мотивაციას. ფაქტიურად მათი ცხოვრება ხდება gadget-ი და ყველაფერი gadget-ებთან და smartphone-თან დაკავშირებული. აქ ძალიან მინდა მნიშვნელოვანია ერთი რაღაცა გვახსოვდეს.
ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვს ცუდი ხასიათი აქვს, ან ბავშვი ცუდია. ეს არ ნიშნავს, რომ ეს გაფუჭებული თაობაა. ეს უბრალოდ არის ნეირობიოლოგიური რეაქცია ზედმეტ სტიმულებზე. ამაში ძალიან დაგვეხმარება თუ შევხედავთ ტვინში რა ხდება ამასაკის პერიოდში მოზრდილებში. ბავშვის ტვინი ჯერ დასრულებული არ არის. განსაკუთრების ის ნაწილი, რომელიც აკონტროლებს ემოციებს, იმპულსებს, გადაწყვეტილების მიღებას და თვითრეგულაციას. ეს ნაწილი ფაქტიურად ბოლომდე ყალიბდება 20-იან წლებში. როცა ჩვენ დაუმთავრებელ ტვინს ვაძლევთ მუდმივ სწრაფ სტიმულს, სიახლეს გამუდმებით და დაჯილდოებას, ტვინი ეჩვევა მყისიერ დოპამინს. და ამის შედეგი არ არის ზარმაცობა ან გაფუჭებულობა, ამის შედეგია ტვინი, რომელსაც უჭირს ლოდინი, უჭირს ემოციების მართვა და უჭირს რეალურ ცხოვრებაში ჩართვა. იმათთვის, ბავშვებისთვის, გაჯეტების ხმარება არის რეალური ცხოვრება. ამიტომ დიდი გახეთქვა ხდება ჩვენ ცხოვრებას, რეალურ ცხოვრებას და მატერიალობასთან შორის. ამ დროს გაჯეტები არის ის მუდმივი ხმაური, რაც მშენებლობის ადგილზე ხდება, პროცესში ხდება. და თუ როდესმე ხარ ნამყოფი მშენებლობაზე, იცი რომ ამ პერიოდში, ამ ხმაურში შეუძლებელია ურთიერთობის დამყარება ან საუბარი საერთოდ. როცა ჩვენ ვეუბნებით ბავშვს, რომ რატომ ვერ აკონტროლებს შენ თავს, გახსოვდეს, რომ ბავშვს სინამდვილეში ჯერ არ აქვს ნეირობიოლოგიური ინსტრუმენტი, რომლითაც გაკონტროლება შეუძლება. მშენებლობა ჯერ არ არის დამთავრებული, როგორ შეიძლება რომ იქ-უჩუმე იყოს. თუ ამას არ გავითვალისწინებთ, პრობლემას ვერ დავინახავთ. და როდესაც ჩვენ პრობლემას ვერ ვხედავთ, ჩვენი პირველი რეაქცია არის დასჯა, ყვირილი და ბავშვის შერცხვენა. კვლევები აჩვენებენ, რომ ეს უფრო ცუდ გზას უქმნის ბავშვს. როდესაც ბავშვი ჩვენ მშობელი სირცხვილის გრძნობას შეუქმნით, ის ამცირებს თვითშეფასებას, აძლიერებს გაქცევის სურვილს, გაქცევას ურთიერთობიდან გაქცევის სურვილს და ფაქტიურად პარადოქსულად აძლიერებს ეკრანზე დამოკიდებულებას. სირცხვილი ბავშვს არ ეუბნება, რომ ეს არის პრობლემური, რასაც ის აკეთებს. პირიქით სირცხვილი ეუბნება, რომ მე ვარ პრობლემა. და როდესაც ამ ასაკში, ეს ასაკია, როდესაც ბავშვი თავის იდენტობას აყალიბებს. და ჩვენ როდესაც მათ ვეუბნებით, რომ შენ ხარ პრობლემა, დამირწმუნე, რომ მომავალში უფრო ცუდი იქნება და ცუდი პრობლემები შეექმნება, ვიდრე გაჯეტია და გაჯეტის ხმარება. და ალბათ გაჩნდა ის შეკითხვა, რომ მაშინ რა ვქნათ, რომელ ასაკში მივცეთ, როგორ მოვიქცეთ, რანაირად შევდგეთ. კარგი ის არის, რომ ამის პასუხი გაგვცა ამ კვლევამ. ამაზე პასუხები თითქმის ყველაფერზე მოგვცა. მოდი დავიწყოთ პირველით. პირველი რეკომენდაცია, რაც მოგვცა, ეს არის, რომ დავიწყოთ არა შევცვალოთ აკრძალვა კითხვის დასმით. რას გულისხმობ ახლა ამაში? უბრალოდ ძალიან მარტივი შეკითხვა დაუსვათ და მინდა შენც ასევე დაგისვა ეს შეკითხვა, რომ გაიაზრო რამდენჯერ თუ როდისმე დაგისვია ეს შეკითხვა. რომ რას ნიშნავს, რა არის ტელეფონი ბავშვისთვის? რაში იყენებს ის? არის ტელეფონი მისი მეგობარი, არის მხოლოდ თამაშებისთვის, თუ რა გრძნობაა საერთოდ ტელეფონთან ან გაჯეტთან რა გრძნობა აქვს საერთოდ ბავშვს. ეს კითხვა და პასუხი ამ კითხვაზე გაგვაგებინებს არა მხოლოდ თუ არის დაწყებული პრობლემა, არამედ ბავშვი რას ანაცვლებს ტელეფონით. უმრავლეს შემთხვევაში თუ 100%-ში არა. ბავშვები გაჯეტებზე დამოკიდებულებაში ხშირად
არ ხდებიან მხოლოდ ეკრანის გამო, ან თამაშის გამო. რეალურ ცხოვრებაში რაღაც პრობლემა აქვთ, რაღაცა აკლიათ. და ეს ხშირად არის კავშირი, ურთიერთობა, სიმშვიდე და უსაფრთხოება. და ალბათ ჩემთვის მაგალითად ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, რომ ეს ვიცოდე. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ შენთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს ამაზე პასუხი. მეორე ფაქტორი, რომელიც მშობლებს ძალიან გვიჭირს, ყოველთვის უამრავ არარეალურ წესებს ვამყარებთ. შეცვალე 15 წესის მაგივრად დააყენე 2-3 მკაფიო წესი. მაგალითად, ტელეფონის შეტანა საძინებელში არ შეიძლება, თუნდაც დატენვა. დატენვაც უნდა მოხდეს იქ, სადაც ყველა ერთად არის, ყველას ტელეფონი ერთად არის. მისაღებში ან სამზარეულოში. სადაც შეიძლება. სუფრაზე ტელეფონის მიტანა არ შეიძლება და ასევე სკოლის სწავლის პერიოდში უნდა იყოს შეტყობინებულობა გამორთული და ფოკუსი უნდა იყოს გაკეთებული გაკვეთილზე. იმედი და ჩემი ერთადერთი იმედია, რომ შენ თავსაც ხედავ ამაში, შენც უნდა გამორთო ტელეფონი, შენც უნდა არ შეიტანო ტელეფონის საძინებელში, რადგან ჩვენი ქცევით უნდა ვაჩვენოთ ბავშვს, რომ ეს წესი მარტო იმადზე კი არ არის, ჩვენზეც არის და ჩვენც ყველა იგივე წესს უნდა მივყვეთ. მესამე ფაქტორი, რაც კვლევა მაჩვენა კიდევ, რომ შევამციროთ კონფლიქტი ტექნიკასთან. რას გულისხმობ ამაში? არის პლატფორმები, რომელიც მშობელმა შეგიძლია გამოიყენო, რომ დააყენო შენ შვილის გაჯეტებზე, მაგალითად ეკრანის კონტროლის დროის მიხედვით, რატო ეხა? რომ ალბათ მოგბერძდა, რომ პოლიციელი იყო ყოველ დღე. ეს დაგეხმარება. ეს ამ პერიოდის შემდეგ გამორთავს ეკრანს და ბავშვი იძულებული იქნება, რომ გამორთული იყოს. და ბოლო რეკომენდაცია, რომელიც ალბათ ყველაზე მთავარი იქნება, რომ ჩავანაცვლოთ წართმევა რამდენიმე ორი რეალური ალტერნატივით. სეირნობა ბავშვთან ერთად, მეგობრებთან შეხვედრა, ან საერთოდ ოჯახური აქტივობა. თუ მხოლოდ აკრძალვა იქნება, დარწმუნებული იყავი, რომ ეს twins არაფერს არ ასწავლის და ის ბავშვი ისევ დაუბრუნდება ტელეფონს. მაგრამ ამაში მთავარი რა არის, იცი? შენ უნდა დადო შენი ტელეფონი. შენ უნდა გადადო შენი ტელეფონი. და შენ უნდა გაწყვიტო Facebook-ზე და Instagram-ზე scrolling-ი. მთავარი გამოსავალი არ არის ომში ყოფნა. მთავარი გამოსავალია ემოციური კავშირი და დახმარება. ეს არ არის მხოლოდ დროის შეზღუდვა და დასჯა. ბავშვს არ სჭირდება იდეალური მშობელი ან მარტო დისციპლინარი. ბავშვს სჭირდება ადამიანი, რომელიც ემოციურად ხელმისაწვდომია. მოზარდს უნდა მივცეთ ემოციების აღიარების საშუალება და არა საჭირო, რომ ყოველთვის მოუწოდოთ ან ვასწავლოთ ემოციების გამოსწორება. ხანდახან უნდა მივცეთ მათ საშუალება, რომ თვითონ იგრძნონ თუნდაც უარყოფითი ემოციები და თვითონ იპოვონ თავიანთი თავის რეგულირება და თავიანთი თავის დაწყნარება. დარწმუნებული იყავი, რომ დამოკიდებულება მხოლოდ ნივთიერებებზე და გაჯეტებზე არ ხდება. დამოკიდებულება შეიძლება ურთიერთობებზეც დამყარდეს. და მე ვიცი, რომ ჩვენ ყველას გვინდა, რომ ჩვენი შვილები დამოუკიდებელი და თვითკმარის დასულები გახდნენ. გარწმუნებ, რომ ომში არ ხარ, ან არაკომპეტენტური მშობელი არ ხარ. ეს უბრალოდ არის რეალობა, დღეს ჩვენი რეალობაა ამ დაჩქარებულ სამყაროში, სადაც ჩვენ ყველას გვეჩქარება და დრო არ აგვაქვს, რომ ყველაფერს მივაღწიოთ. ცვლილება შესაძლებელია. ტვინი პლასტიკურია
და ურთიერთობა აღდგენია. გამოსწორება იწყება იქიდან, სადაც არის ემოციური კავშირი და დიალოგი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი შეკითხვა ან აზრი გაგიჩნდა ამ საუბრის შემდეგ და მე მინდა ჩაგრთო. შემომიერთდი ჩემ სოციალურ მედიაზე, ან თუნდაც ამ არხზე, დასვი კითხვები და დავილაპარაკოთ, გავაგრძელოთ ამაზე საუბარი, რადგან ეს ერთი გადაცემით არ მთავრდება. ან გაგვიზიარე აზრები, შეიძლება უფრო უკეთესად ან გამოვლილი გაქვს, ან ამ პერიოდში ხარ და რაღაც იპოვე, რაღაც გზები იპოვე, რაც შენ დაგეხმარა. ჩვენ რადგან ერთად უნდა ვიმუშაოთ, ერთად უნდა გავაგრძელოთ და ერთად უნდა შევქმნათ ის მომავალი, რომელიც გააძლიერებს ჩვენ ქვეყანას. მახსოვს ძალიან კარგად აღწერა ჰილარი კლინტონმა თქვა, რომ it takes the village to raise a child. თელი სოფელი ჭირდება, ამ თელი ქალაქი ჭირდება, რომ ბავშვი აღზარდოთ. ჩვენ ამაში ერთად ვართ და კიდევ ერთად გარწმუნებ, რომ შენ არ ხარ მარტო. ჩვენც შენთან ერთად ვართ და ჩვენც ამას გავდივართ. მადლობა და შემდეგ შეხვედრამდე.